სანამ ამაზე ვილაპარაკებთ, მეგობრებო, და ახსნათ რა არის კორუფცია ზოგადად და რას ნიშნავს, რაზე ვლაპარაკობთ. კორუფცია არის მთავრობისგან უფლების ან პრივილეგიის ყიდვა ადამიანის მიერ, ხო? და ეს ორი რაღაცა განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, მე სტუდენტებს ვეუბნებოდი ხოლმე თავის დროზე რომ ვუხსნიდი კორუფციას სახელმწიფოში. ესეთ მაგალითი მქონდა შევარდნაძის პერიოდის მშენებლობის ნებართვის მაგალითი მქონდა განსახილველად სულ სტუდენტებთან. მაგალითად, მცხეთაში, სადღაც მტკვრის სანაპიროზე თქვენ რომ მოგენდობებიათ რესტორნის აშენება შევარდნაძის დროს. მინიმალური ვადები, რომელიც არსებობდა ამ ყველაფრისთვის, მინიმალური რომ თქვენ აგეღოთ ნებართვა, ლიცენზიები ვკაცრავად, ყველაფერი დაგიცვათ, ამას დაახლოებით ჭირდებოდა 3-4 წელი, მინიმალური ვადებით. და წარმოიდგინეთ, რომ ასეთ დროს, როდესაც თქვენ ხართ ბიზნესმენი, ინვესტორი და მერიის თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია მინიმუმ 3 წელი და მაქსიმუმ, 6 წელი ან უსასრულობამდე გაწვალოთ იმისთვის, რომ სასურველი ნებართვა მიიღოთ, უხდით ქრთამს. ეს არის ერთი შემთხვევა და მეორე ეს არის უფლების ყიდვა და მეორე არის შემთხვევა, როდესაც ყიდულობ პრივილეგიას, მაგალითად გალახე ვინმე ან დაჭერი ან რაღაცა ქენი და ციხეში არ გინდა წასვლა და უხდი სამართალდამცავ ორგანოებს ფულს, რომ ციხეში არ მოხვდე. ეს ორი შემთხვევა, ხო, გასაგებია, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგრამ ერთი საერთო ნიშანი აქვს ორივეს. კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ბიუროკრატია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს მართლა ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების ბენდუქიძის დროს. და რას ვგულისხმობ? როგორ დავამარცხეთ მართლა 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია როგორ დავამარცხეთ? ამაზე ხო უნდა ვიფიქროთ. რაღაცა ხო მოხდა ამ პერიოდში ასეთი. ვიღაცა შეიძლება გონია, რომ ეს იყო რომ ჩვენ მქონდა იმ პერიოდის პროკურატურა, სასამართლო ისეთი, რომ სიტყვაზე რა ვიცი, ყველა ადამიანი რომელიც ფულს აიღებდა, აუცილებლად დაიჯებოდა. მაგრამ ასე ხო არ მომხდარა. რეალურად მოხდა სხვა რამე. ქვეყანაში არსებობდა 1000 ლიცენზია და ნებართვა. ინგა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა სადღაც 170-180 ლიცენზია ნებართვა. ანუ წარმოიდგინეთ 850 ლიცენზია ნებართვა უბრალოდ გაუქმდა, ბიუროკრატია გაუქმდა. ადამიანი რომელიც ემზადებოდა ქრთამის მისაცემად, რომელიმე თანამდებობის პირისთვის, რომ მისგან რამე უფლება მიეღო ან პრივილეგია მიეღო, უბრალოდ არ საჭიროებდა ბუნებაში ამ თანამდებობის ეს თანამდებობის რადგანაც არ არსებობდა ქრთამის მიცემას არ საჭიროებდა ეს საქმის მოგვარება. ერთადერთი გზა რითაც გვარდება ზოგადად ქვეყანაში კორუფციის პრობლემა არის რეგულაციის გაუქმება. თუ რეგულაციას არ ვაუქმებთ და ისე დავსდებთ კორუფციას და მართლა აღმოვაჩინეთ, მართლა მივიღეთ ქვეყანა, სადაც არ არსებობს კორუფცია. ოღონდ რეგულაციები არ გაგვიუქმებია. ნახეთ, როგორი სიტუაცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ რეგულაციები გავაუქმეთ თუ ახალი მივიღეთ. ტეხას მოტრი კახა ბენდუქიძემ გააუქმა თავის დროზე პირობითად და მიიღეს ქართული ოცნების დროს. ტეხას მოტრი ხო ვიცით რომ კორუფციის წყარო იყო ყოველთვის. ახლა რომ მანქანები გადიან ტექ დათვალიერებას, აი თქვენ რომ მეუბნებოდით, კითხვარითიც დაიწყეთ რომ ხო არ გაქვთ კონკრეტული შემთხვევებიო კორუფციული რაღაცების. ამას ხალხი იძიებს და მე არაფერი ეჭვის საფუძველი არ მაქვს, რასაც ამბობენ ვენდობი, მაგრამ წარმოიდგინეთ სახელმწიფომ შექმნა რეგულირება ტექ დათვალიერება მანქანებს და უცბად გაჩნდნენ ტექ დამთვალიერებლები. უცბად გაჩნდნენ როგორც შპს-ები, ბიზნესები. აბა მოდი, რო გავარკვიოთ, ვინ დგას ამის უკან. ჩვენ დარწმუნებული ვარ აღმოვაჩენთ რომელიღაცა ხელისუფლების, რომელიღაცა ჯგუფების ინტერესებს. როცა შემოვიდა მაგალითად სიტი პარკი, უცბად რო შემოვიდა სიტი პარკი, უცბად რო საშინლად იქცეოდა. მერე სიტი პარკი რო გავუშვით. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად და ახალი სიტი პარკი რო ყავს, რომელიც ზუსტად იგივეს აკეთებს. ანუ წარმოიდგინეთ, ყველა რეგულირება, რომელიც შემოაქვს ხელისუფლებას, არის ახალი კორუფციის წყარო ჩვეულებრივი. ჩვენ თავის დროზე კორუფცია დავამარცხეთ იმიტომ, რომ და გავაუქმეთ რეგულირებები და არა იმის გამო, რომ სიტყვაზე ციხით ვაშინებდით ხალხს. დღევანდელი ხელისუფლება როგორ იქცევა? დღევანდელი ხელისუფლება გამოდიან თანამდებობის პირები, პოლიციელები, ვიღაცები გვეუბნებიან არ გაბედოთ ქრთამის აღება, მაგრამ პარალელურად შემოგვაქვს რეგულირებები. და როდესაც პარალელურად შემოგვაქვს რეგულირებები და ვებრძვით სისხლის სამართლის პოლიტიკით კორუფციას, ვღებულობთ ტირანიას და ერთ წუთში აგიხსნით რას გულისხმობ. საბჭოთა კავშირში სტალინის დროს არ იყო კორუფცია. ჩრდილოეთ კორეაში არ არის კორუფცია საერთოდ. მაგრამ სტალინის დროს რო კორუფცია ყოფილიყო და სიტყვაზე მიხეილ ჯავახიშვილს რო ფული გადაეხადა სიცოცხლეში, ანუ თავისუფლების მოპოვებაში. კორუფცია ცუდი იქნებოდა თუ კარგი იქნებოდა? ქვეყანაში კორუფციის არსებობა. ჩრდილოეთ კორეაში დღეს რო ადამიანები იტანჯებიან, იქ რომ კორუფცია იყოს და სიცოცხლის ყიდვა შეიძლებაოდეს, ეს კარგი იქნება თუ ცუდი? ამიტომ კორუფციაზე ესე ცალსახად საუბარი. კორუფცია ცუდი არის სხვა გაგებით, იმ გაგებით რომ ყველაფერს სხვანაირად კი რა თქმა უნდა, თუ გვინდა მართლა გავიგოთ. რა თემაზე აი ახლა მე გეტყვით ერთ მაგალითს. გადაცემა სულ ახლა მე გეტყვით ერთ მაგალითს, რომელიც მე მეხება ამ წუთას და ნუ აი დღეს გადაცემაში სანამ მოვდიოდი, მართლა ძალიან შემაწუხა ამ ამბავმა.
თან ადამიანებს შევპირდი რომ დავეხმარებოდი პრობლემის მოგვარებაში. კი ბატონო, ბძანეთ აი, და ერთ წუთში ზუსტად ერთ წუთი მჭირდება. ვახომ ეგრელიშვილი ხო ყველანი ვიცნობთ, ზოგადად, ავიცი, თქვენ იცნობთ. კი, როგორ არა. ვახომ ეგრელიშვილი და მის მეზობელს ყავდათ საერთო ძაღლი ბუბუ. ეს ბუბუ ყველას მეგობარი იყო, ჩემ მეგობარიც იყო, სხვების მეგობარიც იყო. ანუ ჩვეულებრივად ცხოვრობდა კერძო დასახლება ვახოს სამეზობლოში და რამდენიმე ადამიანის საკუთრება იყო. ეხლა თქვენი იცის ჩემი დამოკიდებულება ძაღლების მიმართ და ნუ ისარგებლებ. მაგიტო სარგებლობ თქვენ დაინტერესებთ. სხვა თემებზე ვსაუბრობ. არა, კორუფციაზე ვსაუბრობ, ძაღლებზე არ ვსაუბრობ, კორუფციაზე ვსაუბრობ. კი, რა თქმა უნდა. მოვიდა მერიის თანამშრომლები, რომლებსაც რა ვიცი, როგორც ჩანს, რაღაცნაირი ზრუნვა ევალება ძაღლებზე და ეს ძაღლი წაიყვანეს, გააქრეს ამე პატრონებიდან, დღემდე ეძებენ, შეიძლება მოკლულია ვიღაცამ თქვა რომ ავჭალაში დავსვითო სტერილიზაციის მერეო. მე იაგო ხვიჩიას, რომელიც ბუბუს გულშემატკივარია და იყო გულშემატკივარი. მაგალითად ქრთამის შემეთავაზებინა მერიის იმ თანამშრომლისთვის, რომელმაც ეს ბოროტება ჩაიდინა ძაღლი, საცხოვრებელ ადგილს მოაშორა და ცოცხალია თუ მკვდარი არ ვიცით. ქრთამი რო გადამეხადა სიტყვას და ოღონდ არ წაიყვანოთ, ბუბუ იყოს აქ მეთქი. 7 წლიანი სასჯელი რომ ემუქრებოდა, ეს სამართლიანია თუ უსამართლოა? ხო, აქამდე დავდივართ და როდესაც ამას გავარჩევთ, ანუ კორუფციას გავარჩევთ ასე. რა არის მისი მიზეზი? და დავიწყებთ მის მიზეზების ბრძოლას, რეგულირებების გაუქმებას, მე იქნება გასაგები, ჩემი აზრით, ყველაფერი ახაც კორუფციაზე ვიყავ. კი ბატონო, ვახტანგ სურდა რაღაც რეპლიკა და გადმოვალ ეხა ისევ იგივე პრინციპით დავიწყებთ თქვენგან საბა, ლევანი, ბექა და წავალთ იგივე. დიახ, ბძანეთ ვახტანგ. პრინციპულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას და მიდგომას, რომელსაც ბატონი იაგო ახლა აღიარებდა, მაგიტომ პიროვნულად არაფერს არ ვუჩვენებ, რა თქმა უნდა, იდეათა ისე ვთქვათ, იდეოლოგიის ხრივ თუ მასლით გეტყვით, იდეოლოგიის ხრივ, რომ თქვენ ამბობთ, რომ რეგულაციები თუ აღარ იქნება, კორუფცია აღარ იქნება და ეს არის გამოსავალი და მოყავთ ციტი პარკის მაგალითი. აბა მოიყვანეთ მაშინ სამშენებლო ნებართვი. თქვენ საუბრობთ ერთი წამი, თუ კაცო. მე დავასრულებ თქვენ ხო ჩემს მაგივრად საუბრობთ, მე რა თქვენ არ საუბრობთ, თქვენ რა მაგალითიც მოიყვანეთ ეს მაგალითი მოგწევთ ვახტანგი. ბატონო ვახტანგი, ჩემს მაგივრად რატო ციტირებთ ჩემს სიტყვას? თქვენ რას თქვით, იმას ვციტირებთ, რას თქვით თქვენ მაგივრად. ანუ მათქმევინეთ რა ვთქვით და მე გააგრძელეთ. შეცდომაში ნუ შეყავთ ხალხი. აი, აბა თქვი. მე გეუბნებით მარტივად. თუ არ არსებობს რეგულირება, არ არსებობს კორუფცია. ამ ფაბულაში რამე სწორია თუ არასწორია? კი, მაგრამ როდესაც ციტი პარკის მაგალითი მოხდა 2005 წლებში დავამარცხეთ კორუფცია იმის გამო რომ ეს არასწორი ჯერ და მე ვილაპარაკო. თქვენ ხო ჰარვარდი მოიყვანეთ საუბრის დასაწყისში. ჰარვარდ დამთავრებულ კაცს გეკითხებით, თუ არ არსებობს რეგულაცია, არსებობს კორუფცია? სხვა რამე კი ან არა მითხარით, კაცო. თქვენ სხვა რაღაცა მოიცავთ ჯამში ამ კითხვაზე გამეცით პასუხი, სანამ რამე სიტყვით. ხო, მაგრამ ეგრე შეიძლება თქვა რომ მაშინ ადამიანები მოუკლათ და კორუფციას არავინ არ განახორციელებს, ეგ სწორი იქნება. ანუ მეთანხმებით, თუ არ არსებობს რეგულაცია, არ არსებობს. მე მაგალითი მოგიყვანეთ, მოუკლათ ხალხი და არ იქნება კორუფცია. არ გამოგივა შენთან დემაგოგია, ჰარვარდის დიპლომი არა, დემაგოგიაში არ მოკლათ. მარტივად ერთი წამი გეკითხებით. კიდე არა დამიდასტურე. მეთანხმები და მე რო ვთქვი იმაში მეთანხმები? რა თქვი თქვენ ახლა მითხარით და დაგეთანხმებით. მითხარით რა თქვი? კარგით, მოდი დაუბრუნდეთ რა. დავასრულებ სხვა რაღაცას ვამბობ და უბრალოდ არ მასწავლე ადამიანები რომ დავასრულო. როდესაც მოყავთ ციტი პარკის მაგალითი, გეთანხმებით ციტი პარკი რა კონტექსტი მოყავთ? ჯერ კონტექსტი ახსენით. კონტექსტი ახსენით. კონტექსტი ახსენით. მაცალე და გეტყვი, ერთ წუთი მაცალე რა. არა, მაბრალებ. აცადეთ რომ განგიმარტოთ, გიაგო. სიტი პარკის მაგალითი, როდესაც მოგყავს და არ მოგწონს და მეც არ მომწონდა და არც დღევანდელი სისტემა მომწონს, იმიტომ რომ საპარკინგი ადგილები უნდა გაიზარდოს და არა გადასახდელი უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დააყენოს იქ მანქანა. ეგ მიდგომა არ არის სწორი, მაგრამ იგივე რეგულაციების მოშლამ გამოიწვია ის, რომ დაუშვათ ყოველასთვის ძალიან ნათელი მაგალითი სპორტის სასახლის უკან მშენებლობები. იმიტომ რომ ის რეგულაციები აღარ განვაცხადოთ. ერთი შოვა დამისახელოს რომელია უნებართო სპორტის სახლის უკან. ნებართვიანია, მაგრამ აბა რა იმ რეგულაციების მოხსნამ როგორი პრინციპითაც უნდა და დაუშვათ პარკინგის გარეშე რო უნდა და განწვანების გარეშე რო უნდა და მისადგომი ადგილის გარეშე რო უნდა და მშენებლობა ესე რომ მოხსნეს ეს არ გამოვა. ერთად კვების ობიექტებზე გადავიდეთ. არასად არ გადავალ. ერთი წამი თქვენ ხო თქვით რომ სპორტის სასახლის უკანო რაღაცა ხდებაო, იმის გამო რომ რეგულაციები არ არისო. ხო ეს თქვით. რომელი შენობაა ერთი დამისახილეთ რეგულირების და ნებართვის გარეშე აშენებული? ყველა აბსოლუტურად უნებართვა ყველა? ნებართვა და რეგულაცია სხვადასხვა რამეა. რას ლაპარაკობთ? რა არის სხვადასხვა? ნებართვა არ არის რეგულაცია. კარგით, მეგობრებო, ეხა უნდა რას დასწავლიდნენ ჰარვარდში ახსენეთ, აბა მითხარით. ერთი წუთი ეგრე არ გვინდა ეხა რას გასწავლიდნენ, აბა ესე არ გამოვა, ჩემთან არ გამოვა,
მან არ გამოვა ეგრე საუბარი ხლაბუცი არ გამოვა ახსენით ხომ შენ მითხარით ხლაბუცობ ზუსტადაც მაინც ერთი წამით გასულ როდესაც ხო შენ ამბობ, სპორტის რომ სასახლის უკანო იყო. რეგულაციის არარსებობის გამო მოხდა ისო ყველა შენობა არის რეგულირებული და ნებართვით თქო როგორი რეგულაცია გამწვანება არ არის პარკინგი არ არის მისადგომი ადგილი არ არის და ეს რეგულაციები რომ მოიხსნა მაგის რას გელაპარაკები შეიძლება წერტილი რომ დაუსვათ უკაცრავად დიდი მადლობა ვახტანგ დიდი მადლობა იაგო დიდი მადლობა